28 საათიანი ვადა მივეცით ვისო პეტროლიუმ ჯორჯიას შეეჩერებინა გაზგასამართის ალგურის მშენებლობა დოდაშვილის მოედანზე წმინდა იოანე მხედრის ეკლესიასთან, მაგრამ მათ არ გაიზიარეს არც მოსახლეობის, არც ეკლესიის მრევლის, არც ჩვენი ცენტრის თხოვნა მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, პირიქით უფრო ინტენსიური გახდა ეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკოლოგიური სამართლის ცენტრი გამოვდივართ ინიციატივით და ვიწყებთ კამპანიას არ ჩაასხა ვისოებში და აღნიშნული კამპანიის საფუძველი არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უარი თქვას ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას პროდუქციაზე. ანუ არ ჩაასხას მათ მიერ გამოშვებული და მათ მიერ წარმოებული და შემოტანილი პროდუქცია. ვინაიდან თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ აღნიშნული კომპანიის პროდუქციაში, ეს მიდის მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნაში, ეკლესიების შეურაცხყოფაში, ვინაიდან შეურაცხყოფა სხვა არაფერი ის, რასაც ისინი აკეთებენ. ეკლესიასთან აკეთებენ გაზგასამართ სადგურს. ეს არის ნამდვილად ეკლესიის შეურაცხყოფა, პატრიარქს აქვს დათქვამი, ვინც ეკლესიას შეურაცხყოფს, ის აუცილებლად დაიჯება და დარწმუნებული ვარ, ისინი სათანადოდ დაიჯებიან. ჩვენ სამართლებრივი ბრძოლაც გვაქვს დაწყებული, ანუ წერილები გვაქვს გაგზავნილი, როგორც თბილისის მერიაში, ასევე ვისოლში. უახლოეს დღეებში ჩვენ შევიტანთ ადმინისტრაციულ საჩივარს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არა გვაქვს აღებული თვითონ ის დოკუმენტი, ანუ მშენებლობის ნებართვა. და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო საქართველოს მოსახლეობას, რომ უარი თქვან ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაზე, ვინაიდან ეს კომპანია მოქმედებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მოსახლეობას უქმნის პრობლემას, ვინაიდან მჭიდრო დასახლებულ პუნქტში, სადაც არის კორპუსები, კერძო სახლები, ბაღი, სკვერი, ეკლესია, შენდება გაზგასამართის სადგური. ეს არის ყოველად აღმაშფოთებელი ფაქტი. მოსახლეობა შეიკრიბა საპროტესტო აქციას გაიმართა იქ ხელმოწერებით შეგროვდა და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებენ ამ მშენებლობას. ეს არის ყოველად დაუშვებელი ფაქტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა აღარ ისარგებლეს ბენზინ გასამართი და გაზგასამართის სადგურებით, რომელიც ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას გააჩნია.